როდმე რამე შეგეშლება, უნდა თქვა რომ მაპატიეთ, დავაშავე. აი ეგ მაპატიეთ, დავაშავე, იცი რა მაგარი რამეა, აი ესე იგი მაგას შეუძლია რომ არეულ-დარეული ურთიერთობები წამში დაალაგოს. ადამიანთანაც და ღმერთთანაც. წარმოიდგინეთ, მაცხოვრის მარჯვნივ ავაზაკი იყო ჯვარცმული. მთელი ცხოვრება ავაზაკობდა, მაგრამ უფალს უთხრა, უფალო, მომიხსენე შენ სასუფეველში. და აი ამ ერთ წამში გადარჩა. ვიღაცამ შეიძლება 100 წელი იცოცხლოს და ერთხელაც არ თქვას მაპატია. აი მე გაგახსენებთ ადრე ნათქვამს, ეხლა მარიამ. მონასტერი ხო გაგონიათ რა არის? აი ჩვენ ხო ოჯახები გვაქვს. დაუშვათ ადამიანი დაოჯახდება, მეუღლე ყავს, შვილები ყავს. მაგრამ მონასტერი არის ადგილი, სადაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ განმარტოებით წავიდეს, იქ ოჯახი არ ყავს, შვილები არ ყავს და განმარტოებით ცხოვრობს. მონასტერში არის ერთი ასეთი წესი. როდესაც მიდიხარ, დაუშვათ მეორე ბერის თუ მონაზონის სენაკთან, კელიასთან, აი ოთახს, სადაც მონაზონი ცხოვრობს, სენაკი ეწოდება, სხვაგვარად კელია ეწოდება და რომ მიდიხარ ჩვენთან როგორ არის კარებზე რომ მიხვალ ან დააკაკუნებ ხო ესეა ან იქ ზარი აქვს დააჭერი ზარის ღილაკს და კიდევ გამოგხედავს ვიღაც მონასტერში ეგრე კი არ ხდება მონასტერში კართან რომ მიდიხარ არაკაკუნებ არამედ ამბობ უფალო შემიწყალე და შიგნიდან ჩვენ როდესაც გვიკაკუნებენ ხო კარს ვაღებთ და გამოვდივართ და ვნახულობთ ვინ არის იქიდან ნახე რა ხდება, იქიდან ჩვენ როდესაც ვეუბნებით, უფალო შეგვიწყალე, თუ გვეტყვიან ამინ, ამინ, ჭეშმარიტად. ამინ მაგას ნიშნავს. მაშინ შეგვიძლია კარი გააღო და შეხვიდე. ის კარი შეიძლება სულაც ღია, მაგრამ შენ არ უნდა შეხვიდე. შენ ამბობ, უფალო შემიწყალე, თუ გეტყვიან ამინ, აღებ და შედიხარ. ეხლა რატომ მაინც და მაინც უფალო შეგვიწყალე? აი შენ რა ქვია სახელი? აი მაგალითად რო იყოს, რომ მარიამი ვარ, მოვედი. ეგრე კი არა. ეგრე შეიძლება ეშმაკმაც თქვას, რომ მარიამი ვარ და მოვედი. გამიღეთო, რომელი ხარ? მარიამი ვარ. რომელი ხარ? დემეტრე ვარ, ლუკა ვარ. ნებისმიერი სახელი შეიძლება თქვას ეშმაკმა, რომ მე ვარო, გამიღეო და ვიღაცამ გაუღოს და ესე იგი დიდი უბედურება მოეწიოს. შეცდეს რაღაცაში. მაგრამ ერთადერთი რაღაცა, რასაც ეშმაკი ვერ იტყვის, არის ის, რომ უფალო შემიწყალე ვერ იტყვის. ამიტომ აი ეს ისეთი სიტყვაა, რომ ესე იგი ეს ადამიანს შეშვენის ეს სიტყვა რო თქვას, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვაშავებთ, ხო ცოდვები გვაქვს ყოველდღიურად. არ არსებობს ადამიანი, რომ შეცდომები არ ქონდეს. ეგეთ ადამიანს ვერ ნახავთ. ერთადერთი იესო ქრისტეა ეგეთი ადამიანად მოსული ღმერთი. აი ადამიანად მოსული ღმერთი, იესო ქრისტე. ეს ბზობის დღესასწაული, ამას მივალთ აქამდე. და სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, მაპატიე, დავაშავე, შენდობას გთხოვთ. ეს არის ის სიტყვა, რისი თქმაც ეშმაკს დაცემულ ძალას არ შეუძლია. ეს არის ის სიტყვა, რომელსაც ღმერთი არ ამბობს, იმიტომ რომ მას ცოდვები არ აქვს. ეს არის სიტყვა, რომელსაც ადამიანი ამბობს, იმიტომ რომ ჩვენ ცოდვები გვაქვს. აი მაგალითად ერთი ამბავი მინდა გაგახსენოთ. ამაზეც გვისაუბრია, მაგრამ რადგან სიტყვა მოიტანა, ვთქვათ, რომ იყო ორი ოჯახი. და ეხლა ამ ოჯახში რა ხდებოდა? ერთი ოჯახი იყო, წარმოიდგინეთ, აი, ერთი სახლია აქეთ, სადაც სულ ჩხუბობენ, ოჯახის წევრები ჩხუბობენ. ნუ გნებავთ კლასი დავარქვათ. ერთი კლასია ასეთი, რომელშიც სულ ჩხუბობენ. მეორე ოჯახია ასეთი, სადაც არ ჩხუბობენ. ეხლა რაღაცა შეცდომები იქაც მოსდით, იქაც მოსდის, მაგრამ ერთი წუთი საყვარელო არ დაივიწყო ეგ რაც უნდა. და სადაც ჩხუბობდნენ, იმან უთხრა, ესე იგი, თავის მეუღლეს უთხრა, აი დავუშვათ შენ ახარ ის ქალი, რომელიც უჩხუბობს. სიტყვაზე ხა შენ კი არაფერი დამიშავე. წაღანა შენ მოგადექი რა ძალა მათგან. დავუშვათ ახლა შენ მეუღლეს ეუბნები, რომ წადი აბა ერთი შედი იმ ოჯახში, როგორ ცხოვრობენ. ჩვენ რო უჩხუბობ და ერთთან ბავშვი ვართ, რა გვჭირს ბოლო-ბოლო, რაღაცა ხო უნდა ეშველოს, ხო უნდა დაალაგდეს და შენმა მეუღლემაც დაგიჯერა, წავიდა და დავუშვათ გადაიპარა ღობეზე, გადაძრა და აი ახლა როგორც ფანჯრის გარედან რო ბავშვები დგანან, დავუშვათ ეგრე ფანჯრის გარედან
უყურებს შიგნით რა ხდება ოჯახში. ახლა აინტერესებს როგორ ცხოვრობენ. იქაც როგორც ჩანს ცხელო და ფანჯარა ღია იყო რომ მათი საუბარი გაეგონა. შევიდა და ეხა რა ხდება. გამოვიდა ეს ქალბატონი იმ ოჯახში სადაც არ ჩხუბობენ. რაღაცა ძვირფასი ჭურჭელი უჭირავს და ესე იგი ნაჭრით წერს წმენდს ასუფთავებს. ამ დროს ტელეფონი დარეკავს. და მიიტანს ამ ჭურჭელს და დადგავს, დაუშვათ პიანინოზე დადგავს. აი ესე, სადაც არ უნდა გადმოვარდეს. კარგად ვერ დადგამს. ან ვინ იცის რას არსელოდებოდა, ან ექიმი ურეკავდა, ან თავისი შვილი რაღაც განსაცდელს შორს წავიდა სამოგზაუროდ ის ურეკავდა, კაცმა არ იცის, მოკლედ რაღაცა დაურეკა და დადგა. ამ დროს ქმარი შემოვიდა და იქ უჯრა იყო რაღაცა, იმაში ეძებდა რაღაცას და რო ადგა ამ ჭურჭელს მხარი გაკრა და გადმოვარდა და დაენარცხა, ეს ძვირფასი ჭურჭელი იყო და დაიმსხვრა. ეხლა იქ შემოპარული როა, ხო გახსოვთ ფანჯარასთან რო დგას. ის ფიქრობს, რომ ალბათ ესე იგი აქ ომი ატყდება. თავის ოჯახში რასაც იყო მიჩვეული, რომ იმის გამო ესე იგი ერთი კვირა ალბათ სალაპარაკობდა, საჩხუბრად ეყოფოდა და ეხლა რა ხდება აქ? ეს ქალი ეუბნება, აი მარიამი ეუბნება. არა მარიამი არა, ამან გაგზავნა იქ სხვა იყო. აი ეს რა ქვია? ნატალი ეუბნება. ბოდიში საყარელო. ტელეფონმა დარეკავ და უცბათო ვერ მივაქცია ყურადღება ისე დავდგიო ეს და ქმარი ეუბნება რომ არაო შენი რა ბრალიო მე ვერ დავინახეო ხარი გავკარიო და გადმოვაგდეო და ჩვენი ჭირით წაუღიაო რა ეს კაცი გარეთ რო დგა ხო ხედავთ აი გაკვირვებული უყურებს ესე არა ეგ არ არის ეგ სხვა ვითომ არა პირდაპირ გაგებით კი არა ვითომ რა ეს კაცი უყურებს რომ ვა რა უცბად დამთავრდა ეს კონფლიქტი ისე რომ არც კი დაწყებულა წარმოიდგინეთ არა და ჩვენ ოჯახში ამის გამო მთელი ამბები მოხდებოდა და წავიდა თავის სახლში ერთი მარიამსაც შეხედა და ჩაიქნია ხელი რა არისო მარიამი ეკითხება რა ხდება ბაბა გაიგეო როგორ ცხოვრობენო იმ ოჯახშიო და კიო გავიგეო და როგორ შეუძლიათ ესე მშვიდად იცხოვრონ და როგორო ჩემო მარიამო და ეხლა აქამდე ჩემო არასდროს არ უთქვია ალბათ და ახლა უნდა როგორ ჩემო მარიამო და იქო ყველა მტყუანიაო იმ ოჯახში და იმიტომაც ესე მშვიდად არიან და ჩვენთან ყველანი მართლები ვართ და იმიტომ მშვიდობა არ აგვაქვს გესმით რა შეასაბ მართალი არსად არავინ არ არის ყველა რაღაცას აშავებს მაგრამ შენ თუ დაიჟინებ რომ მე მართალი ვარ იყავი მართალი თუ მთელი ცხოვრება ჩხუბი და აყალმაყალია სახში გინდა ეგეთი მართალი რო იყო ამიტომ რა უნდა ქნა იცი უნდა თქვა მაპატიე ჩემი ბრალი ეხლა წარმოიდგინეთ იმ ოჯახში შემოპარული სად არის შემოვიდეს იმ ოჯახში სადაც ესე უთხრეს რომ ჩემი ბრალია ვერ დავდგი კარგად მე მეორე მუთხრა მე გავკარი მხარი ვერ დავინახე ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ მეორე ოჯახში იგივე სიტუაცია რა მოხდებოდა ეს ხო ეტყოდა დაუშვათ რომ თვალები სადა გქონდა ხო დაინახე რომ მაგიდაზე რაღაციდო მე ისე ეთყოდა არა შენი ბრალია შენ როგორ დადგი შეასეთო ისეთო მოკლედ მთელი ამბები ატყდებოდა იქიდან თუ კაცი თავს დაიმდაბლებს შენდობას ითხოვს იქიდან წამოვედი იმას ამბობდი რომ მაპატიეს რო ამბობ ეს ბევრ ურთიერთობას ალაგებს ეს ალაგებს ურთიერთობას ღმერთთანაც რომ იხვალ აღსარებას იტყვი შენდობას ითხოვ აი დღეს ჩემი თანაკლასელი გავანაწყენე დაუშვათ დღეს ვიღაცას უჭირდა და მე ყურადღება არ მივაქციე აი ესე გულგრილად ჩაუარე ვინ იცის რა ჭირდებოდა აი რაღაცა მოწყენილი იჯდა ან წაიქცა და მე დავინახე რომ წაიქცა და არ მივედი და არ შევეკითხე რამე ხო არ უჭირდა ან დაუშვათ ერთი ადამიანი მეორეს ჩაგრავდა და იქ ყურადღება არ მივაქციე გესმის და ეგ ყველაფერი ადამიანმა უნდა შეინანოს რომ მისი გული განიწმინდეს აი მაგაშია საქმე